ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთადერთი მოწმის სასამართლო 1 ნოემბერს ჩატარდება. ახმედ ჩატაევის ხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ადვოკატის თხოვნით პროცესი 3 დღით გადადეს, რადგან ჩატაევის საქმის მასალებს ჯერ ბოლომდე არ იცნობს. ახმედ ზაკავის პირადი წარმომადგენელი ევროპაში მეტსახელად ცალხელა ახმედა სპეცოპერაციის დროს ხელისუფლებასა და დაჯგუფებას შორის მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ოპერაციისას ის ფეხში დაიჭრა, დაჭრილი კი 10 დღის განმავლობაში იმალებოდა. ოფიციალური ინფორმაციით ჩატაევი მესაზღვრეებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვა ტარებისთვის დააკავეს და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. რამდენიმე დღის წინ კი კახეთის საინფორმაციო ცენტრმა იმ ადამიანების კომენტარები მოიპოვა, რომლებმაც ჩატაევი აიღვანეს. ინტერვიუში მესაზღვრეებმა აღიარეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათზე ზეწოლას ახდენდა, ჩვენებებით იძულებით მიიღეს. საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ 3 მესაზღვრის ჩვენება არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი ჟურნალისტ გელამ თივლიშვილთან აღიარებენ, რომ ისინი იძულების წესით იქნენ მიყვანილნი და ხელი ჰქონდათ მოწერილი ჩვენებებზე და ასევე ის, რომ ჩატაევს დაკავებისას არანაირი საბრძოლო მასალა და იარაღი, ცეცხლსასროლი არ ქონია.